მოგესალმებით, ვაგრძელებთ წიგნის ორხოთ სადიკიმების შესწავლას. შემდეგი თავი, რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ ერთად, ეს არის შარე სიმხა, სიმხიარულის კარები. საკმაოდ დიდი თავია, ბედრად მედი მაქვს რომ ჩავეტევით დღევანდელ დროში. სიმხიარულე მოდის ადამიანთან, თუ მას არ აქვს ბედურებები და ის სულიერად გაზმარებულია. ადამიანი ყოველთვის მხიარულია, როცა ის აღწევს სასურველ შედეგს და მერტმა ყველა დაგვიფაროს, არაფერი ცუდი მის ცხოვრებაში არ ხდება. მაშინ ართებს მისი სახე და მისგან გამოდის შუქი, განსაკუთრებით თუ ყველაფერი ამასთან ის ჯამთელია და არ ბერდება ის ადრე. სიმხიარულე ადამიანს ამასთან ერთად მოზდის თვისება, რომელსაც ქვია სიცილი. მაგრამ სიცილი არის თვისება, რომელსაც ადამიანი ძალიან უნდა გაუფრთხილდეს. იმიტომ რომ ღმერთმა არ აქნას ნამეტანი სიცილით შეიძლება ადამიანმა შეცოდოს. და ბევრი ბოროტება არის ჩაქსოვილი სიცილთან ერთად. მაგალითად ღმერთმა არ აქნას თუ ადამიანს უხარია მისი ახლობლის დაცემა, ან ცუდი ამბავი, ან ცოდვაში შესვლა და მას უხარია და ის ცინის, მას არ არწდება უბედურება, შეიძახიან ჩვენი ბრძენები. ამას ნათქვამია შლოmo მელეხ იძახის მისლეიში, როცა დაეცემა შენი ახლობელი არ გაგიხარდეს, თუ წავიბორძიგებს შენი ახლობელი, არ გაიხაროს შენმა გულმა. ღმერთმა არ აქნას რო უარესი, თუ ხედავს რომ მისი ახლობელი ვერ ემსახურება გამჩენს ისე როგორც საჭიროა, ვერ ასრულებს მიცემს და ადამიანს ეს უხარია, ანდა თუ უხარია ის რომ ის ახლობელმა არ იცის ბევრი, უნდა ვიცოდეთ, გონება წიგნის ავტორი, რომ გამჩენის მონა, რომელიც ემსახურება მეფეს, მას ყოველთვის წვინს თუ ვინმე მიდის მისი ბატონის წინ. მაშინ ის არის ნამდვილი მონა. ვალდებული ვართ მიცეთ შენიშვნები, თუ ვინმე ვერ ემსახურება გამჩენს ისე როგორც საჭიროა. მაგრამ თუ ადამიანი პირიქით მას უხარია, როცა სხვა ვერ ასრულებს იმას, რაც გამჩენს უნდა, ის არ ითვლება კარგ მონა. და ამაზე ლოცულობდა გონება წიგნის ავტორი რაბი ნეხუნია ბენ არ-ქაჰანე, რომ არავინ არ წაიბორძიგოს, არავინ არ შეცდეს ჩემი მეგობრებისგან და მე ვიქნები მხოლოდ გახარებული, თუ არ შევცდები სწავლის დროს და ისინი გაიხარებენ ჩემთან ერთად. რატო თქვა ეს რაბი ნეხუნია? რომ სამწუხაროდ ის ხშირად ხედავდა, რომ სწავლის დროს ერთმანეთში ზოგიერთებს უხაროდა, თუ სხვა მოსწავლე ვერ ხვდებოდა იმას, რაც წერია და ვერ იგებდა იმას, რაც გემარა იძახის. და უნდა ვიცოდეთ, გონება ასე წიგნის ავტორი, როცა ლოცულობთ ჩვენ, უნდა ვილოცოთ ასევე ჩვენი მტრებისთვისაც. მაგალითად, თუ ადამიანი იძახის ყამიდაში ბერახას როფე ხოლიმ, გამკურნებელო ავადმყოფებისა. და ამ ლოცვის დროს ის აფიქრებს ყველას, რომელიმე ერთი ებრაელის გარდა, რომელიც მისი მტერია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის სერიოზულ პრობლემაში. ჩვენ არ უნდა გვინდოდეს
ისრაელებისთვის ცუდი. რაც არ უნდა ის იყოს ჩვენი მტერი. ჩვენი ისრაელებისთვის გვინდოდეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი. იმიტომ რომ ყველა ვინც არის დახასიათებული ჩვენ მეგობრებად, ჩვენ ისინი გვიყვარს. ის გულისხმობს თორა მეგობრებში, პირველ რიგში გულისხმობს ისრაელებს. ამიტომ არ შეიძლება აკრძალულია რომელიმე ისრაელს სძულდეს სხვა ისრაელი. თუმცა რომ გადავუხვდეთ ამ წიგნს, კიდე ხაზი გაუძოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ისრაელი იძახის, მე მიყვარს ყველა ებრაელი, ამ ერთი კონკრეტული ებრაელის გარდა, რომელთანაც მას აქვს პრობლემა. ეს ებრაელი არის სერიოზულ პრობლემაში. მოვა დრო იძახიან ჩვენი ბრძანები და ის სხვა ებრაელებსაც შეიწულებთ. ამიტომ ესეთმა ადამიანებმა უნდა სასწრაფოდ გააკეთონ თეშუბა. შეიძლება შენ ადამიანს არ აჩვენო, რომ ის არ გიყვარს. მაგრამ გულში ვარდებული ხარ გიყვარდეს. გულში ვარდებული ხარ ლოცულობდე ყველასთვის, ყველა იყოს კარგად. ამას გვეუბნება ეს წიგნის ავტორი. არის სხვა გამოხატულებაც, ცუდი გამოხატულებაც სიმხიარულის და სიცივის. მაგალითად, თუ იმე დასცინის მეორეს, რომ ის ძალიან ფრთხილად არის გამჩენილი სამსახურში და მიწვევის შესრულებაში. და მას შეიძლება იყოს 4 სახის ბოროტება. პირველი, ეს დამცინავი ართმევს თავის ნეშამას მიწვევის შუქს. იმიტომ რომ თუ ის დასცინის სხვის მიწვევს, როგორ უფრთხილდება სხვა ადამიანი მიწვას. თვითონ მიწვებიც უკვე მისთვის დასაცინია. მეორე, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბევრი დაცინების შემდეგ ადამიანმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ძლიერი, ვერ გაუძლოს ამდენ დაცინებას და იმანაც მიატოვოს. სწორედ. მესამე, თუ ადამიანს არ უვლია გამჩენის გზებით, ასეთი დაცინების შემხედვარი და გამგონე არც გაუჩნდება სურვილი, როდესაც თეშობა გააკეთონ და დაბრუნდნენ. ანუ ხედავთ, რამხელა ცოდვა შეიძლება მოიყვანოს დამცინავმა ადამიანმა. და მეოთხე, თითქოს გლოვაციის ავტორი ის გავს ბანდიტს, რომელიც ართმევს ხალხს, ვისაც მოაქვს გამჩენთან ესაწირი. ის არის მიუღებელი და მტერი მეფისთვის. და ძალიან დიდია ბოროტება, რომელიც მისგან გამოდის. არის სიხარული მწარე, რომ მაგალითად ერთმა დაგვიფაროს, ვინმე გარყვნილად ცხოვრობს. ან ქურდია, ან ბადიტია და უხარია რომ ამას აკეთებს, რაც წარმატებას აღწევს. წერია მათი სასჯელი ოჯახეთში. არის სიხარული შერეული. მაგალითად ადამიანი დადის ხშირად რესტორნებში, გასართობ ადგილებში. დამაყუნება ყველაფერი ამას სამწუხაროდ დიდი უბედურება. ვინ იყო იმაზე ბრძენი? როგორც არის შლომო ბენ დავით, შლომო მელეხი. დაიძახის შლომო მელეხი, ვინც ჩაუჯდება ღვინოს გვიანობით, ექნება მას ჩხუბი და კამათი. ვაი იმას, ვინც დილიდან ეძებს ღვინოს და გაატანებს მასთან ღამეებს, ეს მოიტანს ცეცხლს.
აი გამოტვინებულები არიან ღვინით და წაიბორძიკებენ. ქოენი და წინასწარმეტყველი ვეღარ იკავებენ თავს, აერიად გზები წაიბორძიკებენ სასამართლოში. იძახის ისაია წინასწარმეტყველი. ღვინო შეიძლება მიიყვანოს ადამიანი იქამდე, როდის დაიწყებს დაცინვას, ყვირილს, ლაპარაკობს ის თქმაც არ შეიძლება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ლოთობა ართმევს ადამიანს ჭკუას, რომელიც მას გამჩენმა მისცა. მაგრამ ამის საპირისპიროდ ვიცით, რომ ღვინო არის წმინდა სასმელი. და იძახიან თქვენი ბრძენები, რომ ღვინის ზომიერად დალევა სასარგებლოც არის. და ვიცით, რომ ბევრ ადგილას წერია, მაგალითად თეილიმში დავით ამელეხი იძახის, ღვინო ამხიარულებს ადამიანს. შირაშირიმში ნათქვამია, შენი სიყვარული ჯობია ღვინოს. ყველაფერი ეს შექება საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ზომა. და რა უნდა იყოს ღვინის მიღების სწორი გზა? და თუ ადამიანს აქვს რაღაცა პრობლემები, რომ მოიცილოს ეს თავიდან, შეიძლება ძალიან ცოტა ღვინო, რომ თუნდაც ისწავლოს თორა სიმხიარულეში. რომ სამ ადამიანი ფიქრობს პრობლემებზე, სახიანჩინი ბრძანების თორას ვერ ისწავლის. თორის სწავლა სჭირდება კონცენტრაცია. რა თქმა უნდა, თავი შევიკავოთ, რომ დავლიოთ ბევრი ღვინო, იმიტომ რომ ეს ხელშეგვიშლის ჩვენ სამუშაოში. და ხას უშალომ არ დავლიოთ იმდენი, რომ მე საერთოდ მივატოვოთ თორის სწავლა. ასევე რა თქმა უნდა, კარგია ღვინო ადამიანმა მიირთვას დღესასწაულებში, შაბათს, რომ იყოს კაი ხასიათზე. ასევე თქვენ ჩვენმა ბრძენებმა ყველაფერს სჭირდება ღობე და დახმარება. რა არის ღობე? ეს არის გამჩინის მუდმივი ნდობა და მისი იმედი. იურითულად ეს არის სიტყვა ბიტახონ, რომელსაც არ აქვს ზუსტი თარგმანი ქართულად. ალბათ ამ ორი სიტყვის სინთეზით შეიძლება მივხვდეთ რა არის ეს სიტყვა. ამ ჩვენ გქონდეს გამჩენის ბიტახონი, მისი იმედი და ნდობა. როგორ გამოიხატება ეს ნდობა? როგორ უნდა მივიდეთ გამჩენის ნდობამდე, უნდა გქონდეს გამჩენის რწმენა. და რადგან ადამიანს აქვს გამჩენის რწმენა, უნდა იცოდეს მან, რომ ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მისგან. აბსოლუტურად ყველაფერი ამ სამყაროში. ვინ შეიძლება დაერქვას აბსოლუტურად მორწმუნე ადამიანი, ვისაც აქვს გამჩენის ემუნა 100%-ით, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია არაფერი ცუდის და ყველაფერს იღებს სიხარული. ეს გავს იმ მონას, რომელმაც იცის, რომ ხელგაშლილია გამჩენი და ყველაფერი, რაც მოდის მისგან, არის სასიკეთო. და ვისაც აქვს გამჩენის თლიანი რწმენა, მას ჯერავს, რომ ყველაფერი, რაც მოდის მისგან, არის სიკეთე. დასაწყისში ვთქვით,
რომ გავუბრუნდეთ. როდის არის ადამიანი მხიარული, ასე თქო, ყველაფერი კარგად აქვს. ის მხიარულია. მაგრამ ხედავთ აქ, თქვენებად წინის ავტორი, რომ ადამიანმა ყველაფერი გამჩენისგან ცუდიც და კარგიც უნდა მიიღოს სიმხიარული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ნებისმიერი ყველაფერი რაც მოდის გამჩენისგან უნდა ვიყოთ მადლობელი. ნათქვამია ნაბუქადანასორზე, წერია გემარა სახენდრიში. ყველაფერი ის დიდება, რაც მიიღო ნაბუქადანასორმა, იმისთვის, რომ გადადგა სამი ნაბიჯი გამჩენის დიდებისთვის. ასე კითხულობ ჩვენ წიგნებში, რატომ მიიღეს ყესავის შთამომავლობა ასეთ დიდება ამ სამყაროში? იმიტომ რომ ყესავი პატივს სცემდა მამას. და კიდევ ბევრი სხვა მაგალითები განვიწყნის ავტორი. კიდევ ერთხელ უნდა შევეცადოთ. ნებისმიერი განაჩენი, რასაც ჩვენ გამოგვიტანს, მივიღოთ სიხარული. გამჩენის ნდობა გამოიხატება იმაში, რომ მთელი რწმენით ჩვენ გვჯერავს, ყველაფერი რაც მოდის მისგან არის აბსოლუტური სიკეთე. თუ ადამიანი მიაღწევს ნდობის უმაღლეს დონეს, მაშინ ის შეძლებს თავისი ფიქრების კონცენტრაციას მხოლოდ მისი თორის სწავლაზე. და აღარ დაკარგავს ზედმეტ დროს ამ ქვეყნიურ მატერიალურ სამყაროზე. და ამისთვის საჭიროა რამდენიმე დაფიქრება. დაფიქრება პირველი. უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ გამჩენი იწყალებს ნებისმიერ ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა ამ სამყაროში. და ის იწყალებს ადამიანს როგორც ღიად, ასევე დაფარულად. და თუ ადამიანი არ იბრალებს თავის თავს, გამჩენი მას მაინც იწყალებს. როგორც წერია თეირიმში ძაღლის დავით მელეხი, უჭკუებს ინახავს გამჩენი. მეორე დაფიქრება. ყველა სიკეთე, რომელიც მოდის ადამიანთან, იქნება ეს მამისგან თუ დედისგან, ძმებისგან თუ დებისგან, ნათესავებისგან თუ მეგობრებისგან. ეს ყველაფერი არის კადოშ ბარუხისგან. ხოლო ეს ყველა ხალხი უბრალოდ მისი გზავნილები არიან. რომ ჩვენ ეს მოგვაწოდოთ. დაფიქრება მესამე. ყველა სიკეთე, რომელიც მოდის ადამიანზე, უნდა იცოდეს, რომ ეს არის აბსოლუტური სიკეთე გამჩენისგან. და არ ეგონოს ადამიანს, რომ ის მან დაიმსახურა რამე. და არ ეგონოს, რომ გამჩენი ამას აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენგან ელოდება სამაგიეროს. არა, ეს არის ხესედი, სიკეთე, რომელიც არის აბსოლუტურად უანგარო. დაფიქრება მეოთხე. ადამიანი იცოდეს, ყველა საქმეს აქვს თავის ზღვარი. და ეს ზღვარი დადგენილია გამჩენისგან. და არ არის ადამიანის ძალაში რამე მოუმატოს ან დააკლოს. და რაც უნდა ბევრი კონდეს, რომ მოინდომეს შეუმცირდეს ვერ შეძლებს. და რაც ცოტა კონდეს და მოინდომოს მომატება ვერ შეძლებს. თომაზე არ იქნება ურთხება გამჩენისგან. თუ რაღაცა უნდა მიიღოს ამან გარკვეული პერიოდის მერე ვერ შეძლებს გადმოტანას ახლო.
თუ რამე უნდა მიიღოს მალე ვერ შეძლებს გადაწიოს ის გვიან. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ისე აკადოშ ბარუხოს ხელში. დაფიქრება მეხუთე. ადამიანმა იცოდეს გამჩენა აბსოლუტურად იცის მისი გული. მისი ფიქრები აბსოლუტურად იცის რამდენად მინდობილია ადამიანი მასზე. და უნდა იცოდეს რომ ვერანაირად და ვერასდროს ვერ მოათქვილებს მას. და მან იცის რა არის ზევით და რა არის ქვევით. ის ადამიანის რწმენის და ნდობის დონე. ამიტომ არასდროს არც კი ვიფიქროთ მისი მოთვლილება. დაფიქრება მეექვსე. ადამიანმა უნდა შეეცადოს ყველა ძალებით შეასრულოს ის, რაც გამჩენმა ჩვენ გითხრა. და მოერიდოს ყველაფერი იმის გაკეთებას, რაც გამჩენმა ჩვენ აგვიგზავნა. იმიტომ რომ უნდა აკადოშ ბარუხოს კურთხეულია ის უხსეს ჩვენ ბევრი საჩუქრები. და წერია პირგი ავოჩი ჩვენმა ბრძენებმა შეასრულე ის, რაც მას უნდა და მაშინ ის შეასრულებს ის, რაც ჩვენ გინდა. გაანადგურე შენი სურვილი, რომელიც მას არ უნდა. და მაშინ ის გაანადგურებს სხვების სურვილებს შენ მიმართ, რომელიც შენ არ უნდა. ისაც აინტერესებს ამ ნიშნის ნახვა და გარჩევა. წარი პირკი აუთი თავი მეორე მეოთხე ნიშნა და ჩვენ თავის დროზე ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. და ვინც არ ასრულებს იმას, რაც გამჩენმა დაგვიბარა, თავის ამ წიგნის ავტორი მეგობრებო თარგმნით, ის არის სულერი და დამნაშავე. ქურდობა, კვლელობა, გარყვნილობა, ტყუილი ფიცი, შეწირულობა კერძაყანისმცემლებისადმი და სხვა ღმერთებთან სიარული. ამას ყველაფერს აკეთებს და როცა გაგიჭირდებათ მოდიხარ და მე მეუნებით გადამარჩინე. თან ყველა საზღვრობას აკეთებ, მაშინ სად იყავ? ნათქვამი ემია წინასწარ მეტყველში. დაფიქრება მეშვიდე. ახსოვდეს ნებისმიერ ადამიანს ყველაფერი, რაც კი მას შეუძლია, ეს არის გამჩენის საჩუქარი. და ასე ვიცოდეთ, რომ დადგინდა ჩვენი შემოსავალი, უნდა ჩვენ ვიშოვოთ, ჩვენი ოფლით. და ერთ წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი, რაც ჭირდება ადამიანს, საჭირო ნივთები, საჭმელი, ტანსაცმელი, რომ იყოს მზამზარეული. მაშინ ბევრი მიცოდი გაუქმდებოდა. მაგალითად ცედაკა, მაგრამ არ იქნებოდა გაჭირებული. არ მოიპარო, არ იქურდო, არ წაართვა, არ მოინდომო სხვისი. ეს ყველაფერი გაუქმდებოდა. მაშინ ჩვენ დავკარგავთ. არ გვექნებოდა ჩვენ გამჩენის იმედი. ცნობილია, წერდა ბრახოთში, რომ ხისკიაო იუდეის მეფემ დამალა ეგრეთ წოდებული წამლების წიგნი. სადაც როგორც იძახიან ჩვენი ბრძენები, ჩაწერილი იყო ნებისმიერი ამოტყუბრობის წამალი. რატომ გაკეთა ეს ხისკიაო? რომ ჯობილი იყო უფრო დიდი გამჩენის ბიტახონი ხალხში. თორე ხალხი მიდიოდა, აკეთებდა ამ წამალს და კარგად ხდებოდა. თითქოს დაიკარგებოდა რწმენა
ნდობა და იმედი გამჩენისადმი. ახლა კი ამ გადაწყვეტა დამალა ეს ციგნი. ყოფილიყო უფრო მეტი ბიტახონი ხალხში. ძახიან ჩვენი ბრძენები კარგია ადამიანმა შეათავსოს ერთმანეთთან სწავლა და საქმიანობა. მაგრამ არის ორნაირი მუშაობა. არის მუშაობა პარნასისტვის და არის მუშაობა თორის სწავლის. ადამიანი უნდა განაწილოს თავის თავი ამ ორ მუშაობას შორის. გამოყოს ნაწილი დრო ბიზნესისთვის, ნაწილი თორის სწავლისთვის. ცოტა რომ გადაუხვდეთ. ერთ გონია რომ თორის სწავლას არ ჭირდება ბევრი. მერწმუნეთ თორას და მის ნამდვილ სწავლას შეიძლება უფრო მეტი ძალებიც მიაქვს, ვიდრე ნებისმიერ მუშაობას. ადამიანი უნდა ძლიერდებოდეს ამ საქმეებში. და იცოდეს, რომ გამჩენის რწმენა, მისი ბიტახონი მას მისცემს წარმატებას ორივე საქმეში. ყოველთვის ახსოვდეს, რომ არა თავის მარჯვენით შოულობს ამ ფარნასას, არამედ გამჩენი ეხმარება მას. თვითონ ნებისმიერი სპეციალობის შესწავლაში და შემდეგ აქედან ფარნასის მიღებაში. და ვინც ფარნასობს ნებისმიერი საქმე არ თქვას, რომ არ უნდეს მე ეს ფარნასა, მე დავიკარგებოდი. არამედ უნდა იცოდეს, მთელი შემოსავალი და ფარნასა არის მხოლოდ და მხოლოდ გამჩენისგან კურთხეული მის სახელი. და გამჩენს ყავს ბევრი გამომგზავნი და ბევრი გზა, როგორ მისცეს ფარნასა ადამიანს. და თუ ხდება, რომ ადამიანს ფარნასა აქვს რომელიმე ადამიანისგან, არასდროს არ იყოს თავის გული თლიანად დამოკიდებული ადამიანზე. არამედ იცოდეს, რომ მისი ფარნასა არის მხოლოდ აკადოშ ბარუხუსგან. და ეს ადამიანი უბრალოდ ეხმარება გამჩენს, რომ ის იგზით მოდის ჩვენთან ფარნასზე. რომ მოვიდანოთ ასეთი მაგალითი. თქვათ, წარმოვიდგინოთ, რომ არის 100 ბრმა ადამიანი. და ერთი მეორეზე უდებთ ხელი. და ასე მიდიან. და წინ პირველი არის მხოლოდ ის, რომელიც ხედავს. ყველა ამ 100 ადამიანის ბედი დამოკიდებულია ამ ერთზე. ყველა თითოეულს ხელი უდევს სხვა ბრმა ადამიანზე. მაგრამ ყველა მიცის მე-100-მაც, 90-მაც და მე-80-მაც, რომ არ არის დამოკიდებული ის იმ ადამიანზე, რომელსაც მას ხელი უდევს, არამედ იმ პირველზე, რომელიც იყურება და მიდის. ღმერთმა არ ახსნას, თუ ეს ვინც იყურება და მიდის, გადაუხვევს, მიიყვანს მათ გადასავარდ ადგილამდე და თვითონ გამოვა გვერდზე. ყველანი გადაიჩეხებიან. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ამდენიმე ადამიანებზე, შეიძლება ამ კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ ის თვითონ დამოკიდებულია აკადოშ ბარუხუზე, ისევე როგორც ჩვენ. ასევე რაც შეეხება ადამიანის ნდობას, შედგება რვა ნაწილისგან. პირველი კავშირში ადამიანის ტანთან, მეორე კვებასთან, მესამე ოჯახთან, მეოთხე ოჯახთან და მეგობრებთან ნათესავებთან. მეოთხე ეს არის გულის ვალდებულებები და
ტანის მეხუთე ეს არის ტანის და გულის ვალდებულებები, რომელიც ეხება სხვა ადამიანებს. მეექვსე ეს არის ჯილდო ამ სამყაროში. მეშვიდე ეს არის ჯილდო მაშიახის პერიოდში. და მერვე ეს არის ჯილდო მომავალ სამყაროში. პირველი რაც თქვით ეს არის ადამიანის ტანი. ადამიანი მთლიანად მიანდოს გამჩენს და იცოდეს მის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ყველა ორგანოები შექმნილია გამჩენისგან და რამდენი ხანი ისინი იმოქმედებენ, ასევე დამოკიდებულია მხოლოდ გამჩენს. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ კონდეს შემოსავალი, რომ დაიკმაყოფილოს თავის მოთხოვნილებები. ღმერთმა არაქნას თუ კავად გახდება, წავიდეს ექიმთან, გალიოს წამლები. მაგრამ უნდა იცოდეს, მთავარი გამკურნავი არის მხოლოდ აკადოშ ბარუხი. ხოლო ყველა ეს ექიმები და წავლები არის გზა, რომელიც გამჩენიმასთან მოდის. და არც თქვას მეორე უკიდურესობა, რომ რადგან მე ვარ დამოკიდებული გამჩენზე, მაშინ არ დავლევ არაფერს, არ წავალ ექიმთან. არ შეიძლება ადამიანმა ესე გააკეთოს. რომ გამჩენი ამ გზით აზრებს მას გადარჩენის გზა. მეორე როგორც თქვით ეს არის ფარნასა შემოსავალი. გამჩენი გვაძლევს ფარნასას იმდენს, რამდენიც ჩვენ გვჭირდება და იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჭირდება. და არ უნდა მოინდომოს ადამიანმა იმაზე მეტი, რაც მას საშუალება აქვს. კონდეს განჩენის წმენა იმედიდან დობა, როცა დრო მოვა, ეს ყველაფერს მისცემენ. და უნდა იცოდეს, ყველა შემთხვევაში მთავარი უნდა იყოს მისთვის თორის სწავლება, გამჩენის გზების სიარული. საქმიანობა უნდა იყოს მეორე ხარისხოვანი. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა ამ სამყაროში. ხდება, რომ ადამიანს ჩაეფრობა მატერიალურ სამყაროში, რომ მას უკვე უჭირს სულიერებასთან დაბრუნება. მესამე ჩვენ რას ვქვით? ეს არის ოჯახი. მეუღლე, შვილები, ნათესავები, მეგობრები. უნდა იცოდეს ნებისმიერმა ადამიანმა. 20 წლის მერე ემჩებით მარტო გამჩენთან სასამართლოში. და ვერავინ ვერ იქნება ჩვენ გვერდზე. და პასუხი უნდა გავცეთ ყველანაირი ჩვენი ქმედებისთვის. ამიტომ ყოველთვის ვიცოდეთ კარგია მეგობრები, კარგია ნათესავები, კარგია ოჯახი. მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. და ყველასთან მიმართებაშიც უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც აკადოშ ბარუხი ჩვენ ამას გვასწავლის. მეოთხე ვალდებულებები, რომელიც ეხება ქმედებებს. ჩვენ ვლოცულობთ, შიმშილობთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეს შემშამრელი. გამჩენის სახელზე, რომ მოვცილდეთ ცოდვებს.
როცა ვლოცულობთ, ავწევთ უნდა ვილოცოთ მთელი გულით აკადოშ ბარუხუსთან. სუფთა ფიქრებით მის სახელის მოსამაღლებლად. მოგცეს ჩვენმან სწორი გზები და ვიაროთ სწორი გზებით და არაფერი შეგვეშალოს. მეხუთე ეს არის რაც შეეხება ჩვენი კანის ორგანოებს, რომელიც კავშირშია სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. მაგალითად დახმარება, ცედაკა, თორის გასწავლება, შეიმჩნევის მიცემა, ადამიანების თეშუბაზე დაბრუნება. თუ გინდათ ისინი ჩვენ დაგვრცინოდნენ. ესეც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი გამჩენის სახელზე. მეექვსე ნაწილი ეს არის სამყარო. რომ ადამიანი არ ხარჯავს არაფერს ამ სამყაროში, რაც მას ეკუთვნის მომავალ სამყაროში. რომ ქონდეს ჩვენ გამჩენის აბსოლუტური რწმენა, რომ ის გადაგვარჩენს ჩვენ შიმშილისგან, ხმლისგან, ტყვიისგან, სხვადასხვაგვარი ვირუსებისგან, თუნდაც კორონასგან. და უნდა ვიყოთ მინდობილი აკადოშ ბარუხუზე მთლიანად. არ არის არც ერთი წამი ამ ცხოვრებაში, როცა ჩვენ გამჩენი არ ვიკეთებს სიკეთეს. მთლიანად ის არის აბსოლუტური სიკეთე. მეშვიდე წმენა იმისა, რომ აკადოშ ბარუხუ არის მეფეთა მეფე ამ სამყაროში. და ის არის ყველაფრის და ყველას ხელმძღვანელი, რომ ბეზრათ ჰაშემ ჩვენ დღეებში და მალე ის აგვიშენებს ჩვენ იერუშალაიმში ბეით ამიგდაშს და დაგვაბრუნებს ყველა ისრაელებს. და იქნება იქ ისეთივე ბერახა, როგორც იყო თავის დროზე. მერვე წმენა იმისა, რომ არსებობს ოლამ აბა და ეს არის აბსოლუტური სიამოვნება და სილამაზე, რომელიც წარმოუდგენელია ამ სამყაროში. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არ არის არც სასმელი, არც საჭმელი. მაგრამ თუ არ არის ეს არის სიამოვნება, ეს არის შეცდომა. უნდა ვიცოდეთ, როგორც თევზმა არ იცის სიამოვნება ჩიტისა, რომელიც დაფრინავს და როგორც ჩიტმა არ იცის სიამოვნება თევზისა, რომელიც დაცურავს, ასევე ვერ წარმოვიდგენ ჩვენ ამ მატერიალურ სამყაროში რა იქნება მომავალ სამყაროში. ის სიამოვნება, რომელიც იქნება, ეს იქნება აბსოლუტური სიამოვნება, რომელიც ჩვენ ეტაპზე ეხლა ამ ცხოვრებაში ჩვენთვის წარმოუდგენელია. საკმაოდ დიდი თავია, როგორც უკვე თქვი დასაწყისში და საკმაოდ ბევრი დაგვრჩა, ამიტომ აქ შევჩერდები თქვენი ნებართვით. დაამთავროთ ჩაწერა თუ შეიძლება.